ლიზა გამარჯობა. გამარჯობა. აი, ოციანების 4 წელი უკვე აქ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ვიტყოდი, რომ საინტერესო სასწავლო წლები, რაც შეიძლება ადამიანმა მაგ ასაკში გაიაროს. ყველაზე რთული რა იყო? როგორც არტისტისთვის რთულია, როცა ამერიკული ეს კრიზისები, როცა იწყება მატერიალური, მენტალური და როცა შენ ამ დროს თავი გაქვს გაწყენილი ბევრი სიმღერებით და ტექსტებით და შენი კონცენტრაცია რომ გინდა რომ სრულად იყოს მუსიკაზე და ამ დროს ქირა გაგადასახდელი, ამ დროს რაღაც დედაგ მოგენატრა. The struggle is real. Yeah. მიეჩვია აი ამ hustle კულტურას. ნიჭი. თუ კიდე მიჩვევა არც მომწევია, ამას ვაღიარებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ ვიცახი რომ ენერგეტიკულად მიუხედავად იმისა რომ მასშტაბები რა თქმა უნდა არ შეეძრება ერთმანეთს, თბილისი და ნიუ-იორკი ენერგეტიკულად ჩემთვის გავს ერთმანეთს რა და რაღაცნაირად მე ლაიფსტაილის თბილისში მქონდა რაღაცა სუდრაივში, ეგრო აქ არის კარგად ვცნობ თავს და თითქოს აი მაგასთან ადაპტაცია არ გავჭირვებია. არა თბილისში ეგეთი ტემპი არ არის. მე ჩამოვიტანე ეგეთი ტემპი ჩემთან, მაგრამ მე ვიტყოდი რომ მე ეგრეთ ტემპში ვცხოვრო. მე მიყავდა ეგეთი ხალხი. ო მე კი, აი they can't hang with me, იმიტომ რომ სულ და ხო და მე მგონი მაგიტომ ყავს ალბათ 3-4 მეგობარი შემორჩენილი. მომიყავი შენ მუსიკაზე, ახლა როგორც მითხარი, ინგლისურად წერ და ინგლისურად მღერი. ქართულად რატო არა? ქართულად ძალიან მიყვარს, როცა ვმღერი და რაღაცა სხვა სიყვარული და ამბავია, მაგრამ არ მინდა ეს ნიშნის მოგებით ჩამითვალოს მსმენელმა, პირიქით განვიცდი კიდე ამ საკითხს, რომ როცა ვждები ჩემს სამუშაო გარემოში და ვიწყებ წერას და მუსიკის სიმღერის შექმნას, ყოველთვის რაღაცნაირად მოდის სულ ინგლისური ტექსტი, ინგლისურად მაფიქრდება და მაგრამ ამას განვიცდი კიდე, ცოტა ბევრჯერ ყოფილა რომ მომდომებია რაღაცა ქართული შემექმნა, მაგრამ ალბათ მასაც გავხსნი ველს. ვიზუალიზაციას რაზე აკეთებ ხოლმე? გრამის მოგება გინდა ჰოლივუდში, აი სად ხედავ შენ თავს? ჩემს მანიფესტაციის მულტფილმებში გრემიც მიჭირავს ხელში და საინტერესო ჯილდოები, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის მე ესე აღვიქვავ და ესე მანიფესტირებ ჩემს ცხოვრებას, რომ მე ძალიან საინტერესო გამოცდილებებში მამყოფებ სამყარო, რთულშიც, მარტივ ლამაზშიც, ესე რა ვთქვა და მე ვფიქრობ, რომ ჩემი მიზანი ამ სამყაროში, როგორც არტისტის, როგორც ადამიანის, პასუხისმგებლობად მაგაღებული, რომ ეს ჩემი გამოცდილებები ცხოვრებისეული, რომელიც საბოლოო ჯამში სიკეთეს ემსახურება, мотиваციას ემსახურება და რაღაც იმედს ემსახურება. ეს არის ჩემი მთავარი იდეა, რომ მე მივაღწიო, იმიტომ რომ ვიყო мотиваცია ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგოსთვის, კაცისთვის, ქალისთვის, არა აქვს მნიშვნელობა. რაც არ ჩამოხვედი უფრო ქართველებთან მეგობრობ თუ ამერიკელებს გაუგე და ესენიც შენიანები არიან. არა მარტო ამორ კულტურას ამერიკელებიც ძალიან საინტერესო ამერიკელები გავიცანი სხვადასხვანაირები, იმიტომ რომ ტექსასშიც ვიცხოვრე, კონექტიკუტშიც, ნიუ-ჯერზიშიც, ნიუ-იორკიც და მივხვდი რომ ბევრნაირი ამერიკელი ვნახე და შემიყვარდნენ აი ამ ხნის განმავლობაში, აი ამდენი ნაირი რომ ვნახე, მივხვდი რომ შემიყვარდნენ და მივიღე და მაქვს რაღაც აი საერთოს გძნობ მათთან, მაგრამ არ შემიძლია იმ ფაქტის გარეშე რომ ქართველებთან რა კომფორტიც მაქვს და ჩემ ხალხთან რა სიყვარულსაც ვცდო და რა მხარდაჭერასაც ვიღებ მე ქართველებისგან, ვისურვებდი რომ მივიდე ცხოვრებაში იმ დონეზე და იმ level-ზე, ესე რომ ვთქვათ, რომ სხვა ეროვნებებისგანაც მივიღო მსგავსი